ყველას მივესალმები, საერთო გამარჯვება, საერთო წინსვლა ცხოვრებაში, ღმერთში გამდიდრება, ინტელექტის დახვეწა და საბოლოო ნეტარების მოპოვებას უსურვებ ჩემი ჩათვლით სულ ყველას. სამყარო შექმნილი არის უდიდესი არსების მიერ, ღმერთის მიერ. და რაკიღა მან შექმნა ყველაფერი მისი კუთვნილებაა. ცნობილია, რომელთა წერილში ჩაწერილი ერთი ასეთი მუხლი. მის მიერ შეიქმნა სამყარო, მისით და მისკენ. მე-11 თავი. ახლა ამას რატო ვიძახი? არის სხვადასხვა მოსაზრებები, თეორიები და ამას განუდგნენ. არადა ჯანსაღი ლოგიკური ოპერაციით, რომ დაუკვირდეთ სამყაროს, აუცილებლად ისეა შექმნილი ადამიანი, რომ თუ ის ჯიუტი არ არის. მიაგნებს რომ ეს სამყაროს ხავს პატრონი და ყველაფერი რაც სამყაროშია, მისი კუთვნილებაა. ვეჩხუბოთ? ასევე სამყაროში შექმნილი უდიდესი ესეთი ცხოველთა სამყაროდან გვირგვინი ადამიანი მისი კუთვნილება არის. მისი საკუთრებაა თუ არ შეგაშინეთ ეს ტერმინი. და არა უჯანყდები და რას ქვია მე შემეკუთვნით და ეს ყალბი რაღაცა შემოგდებული სატანის მიერ თავისუფლება და არც არავინ არ იცის ეს რა ჯანდაბა არის. ცოტა ხნით ვართ დაყოფილი დედამიწაზე და მივდივართ და სად მივდივართ არაყოფერად ვიქცევით, მოკლედ შევერწყმებით არაობას და გავქრებით თუ გაგრძელდება სადმე ჩვენი ყოფიერება. როგორ შეიძლება სამყაროს პატრონს შეექმნა სამყარო და მე რაღაცა ხუშტურისა გამო გაექრო. გამოდის რომ ეს ამდენს პესიმისტს გვაძლევს ეს ჩვენ და ეს წიგნი, რომელსაც ჩვენ ახლა 66 წიგნი შედის ამაში კანონიკური და არაკანონიკური 11 არის. და ვეცნობით ამ კანონიკური და კანონებული წიგნაც არის. კანონი ბერძნული სიტყვაა, ხო? ეს საზომს ნიშნავს, საზომ რაღაც ხელსაწყოს, აი იყო რაღაც მიაზომები და ეტალონი, რა გასაზომი ნამდვილი და ეს არის მართლაც რწმენისათვის საზომი. და არა საზომი წიგნი, ესე იგი, არაკანონიკურები. ეს ამაში არ შედის, თუმცა დაწერილია. ძალიან ბევრი რამ იწერება მსოფლიოში არაკანონიკური. ესე იგი, არასული წმინდით. ძალიან ბევრი მეცნიერება, ლიტერატურა, ხელოვნება, ძალიან ბევრი რომანები, ეს არაკანონიკური არის ამ ტერმინით. მაგრამ საკითხავია, ვკითხულობთ და ჩვენ ვიღებთ ან ესეთიურ ტკბობას, ან კიდე ჩვენ მეცნიერულ ცოდნას ვიმაღლებთ. მაგრამ არაფერ კავშირში არ არის ეს კანონიკურთან. აი ბიბლია არის გამორჩეული მსოფლიო წიგნთა შორის, მსოფლიო ბიბლიოთეკებიდან, რომელიც არის კანონიკური. და აბსოლუტურად მოსახლეობის ყველა, პლანეტის ყველა მოსახლეობის ინდივიდები, ადამიანები, როცა ღმერთის ძიებას იწყებენ, მხოლოდ ამ წიგნით უნდა სარგებლობენ. ახლა გამოგვეკიდებიან ვიღაცები, მაგრამ დავანებოთ თავი დისკუსიებს და დებატებს. მივანდოთ მათ. და სულ მალე ისინი წარდგებიან ღმერთთან და ყველაფერს გაიგებენ. ზოგნი სასიხალოდ, ზოგნი დასამწუხრებლად. თუ უკვე ამ წიგნიდან ვგებულობთ ჭეშმარიტი გადმოცემით, რომ სამყარო შექმნილია უდიდესი არსების მიერ, აუცილებლად ამ უდიდეს არსებას არ უნდა მივეტოვებინეთ ჩვენ. აი ეს წიგნი გვაცნობს სწორედ იმას თავდაპირველ გარიჟრაზე, სიცოცხლის არმოშობის გარიჟრაზე, რომ ყველაფერი ღმერთთან ჰარმონიაში იყო. ჰარმონიის რღვევა გამოიწვია სწორედ ადამიანმა, იმიტომ რომ უდიდესი არსება ცხოველთა სამყაროში ადამიანია. აი ამას უნდა მქონოდა კავშირი ღმერთთან და ყველაფერი იქნებოდა ძალიან ჰარმონიულად. ადამიანი მოწყდა ღმერთს და სამყარო თავის სათამაშო პლანეტად გამოაცხადა. უფრო მეტ ისე გაამაყდა, რომ თითქოს და ეს იცი რა არის, ფაქტურად მატერიალური ტერმინების მეშვეობით თავდაყირა დააყენა ყველაფერი. თითქოს ადამიანი იყოს ყველაფერი. და ეს ვერ გაურკვევიათ, ესე იგი, თუ ყველაფერი ადამიანია, შენ შექმნილია სამყარო? იბნევიან რა ამ კითხვაზე პასუხისგაცემა არა აქვს სწორი, მატერიას აცხადებენ რაღაცა უაზრო აბსტრაქტულ ცნებას და მატერიის განვითარების ნაყოფი ადამიანი წარმოდგენა და უკვე ადამიანის ფუნქცია ვერ გავიგე. თუ მატერიამ შექმნა ადამიანი, მით უმეტეს მატერია როგორ დაინგრევა სამყარო, ესე იგი. შენ ვერ დაანგრევ მას, ის გამოდის უკვე ყოვლად ძლიერი და აი ეს თუ შენიდან იწყება სამყარო, მაშინ მატერია შენ უნდა შექმნა. და აი ეს ჩვენ წინ არსებული უზარმაზარი კოსმოსი ვერც მოვიაზრებთ, რამდენი ვარსკვლავებია და რამდენი გალაქტიკები და პლანეტები. ეს ადამიანის შექმნილი არ არის.
აუცილებლად უნდა ყავდეს ამას პატრონი და ყველაფერი მისი კუთვნილება უნდა იყოს. აი ბიბლიაში სწორედ ამას რო კითხულობენ და ადგენენ ფილოსოფიურ ტერმინს დეტერმინიზმს, ესე იგი განსაზღვრულობას, ფატალიზმს გულგზით ვაქვთ და უნდათ რომ ჩამოიშორონ და ასეთი გაგება ღმერთისა, როგორც ბიბლიდან არის მოწოდებული, არ მიიღება. და უცნაურია მაინც თავიანთ ღმერთებს თვითონ ადამიანები ქმნიან და აი წარმოიშვა ტერმინი რელიგია. ესე იგი ცოცხალი ღმერთის, ესე იგი განდგომილი ადამიანი ქმნის მაინც რელიგიას და თავისი სტანდარტებით თაყვანს ცემს თავის ფანტაზიით მიერ შეთხზულ ღმერთს და უწოდებს ღმერთს და აი ამ იმაში ძალიან ბევრი არის დღეს მოტყუებულიო. სახელმწიფო დონეზე აქვთ რელიგიები და თაყვანს ცემენ და ვერ გავიგე რისთვის, რატომ გასარკვევია ეგა. აი ეს წიგნი მადლობა ღმერთს რომ მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი მტერი ყავდა ამას. თვითონ ამ წიგნს უტევდა სატანაც სხვათა შორის, როგორც ისრაელერს იმიტომ უტევდა რომ აქედან მაგ წიაღში წარმოიქმნა წერილი, მაგ წიაღში წარმოიქმნა იესო ქრისტე, მხსნელი და მხსნელის ისტორიას ვგებულობთ ამ წიგნიდან. რა თქმა უნდა ამ ერს თავს დაანებებდა სატანა და რა გადაიტანა ახლა ისრაელი ერმა ეს ისტორიიდან, სეკულარული ისტორიიდანაც უნდა ვიცოდეთ, არა მარტო ბიბლიურიდან. ორი ტომი აქვს დაწერილი იოსებ ფლავიუს, ხომ? არანაკლებად ახლა თავისი ერზე შეყვარებული ადამიანი, ვიდრე თქვა საქართველოს ისტორიკოსები ყავს. და ამ ისტორიას იმიტომ აქვს უნივერსალური ხასიათი აქვს ამ ისტორიას, რომ მანდ მეც მოვიაზრები. საქართველოს ისტორიაში მე არ მოვიაზრებოდი წარსულში. მოიაზრებდნენ ჩემი წინაპრები და არავინ არ იცის ლაპარაკობდნენ იმენაზე, მე ხომ ლაპარაკობ 2500 წლის უკან ის ქართველი. შეიძლება ჩემი ქართული მას ვერ გაიგო. აი ამ წიგნში ჩემი ისტორია, შესაბამისად თქვენი. და ეს מחარებს. ესე იგი ეს არის ნამდვილი ჩემი ისტორია, ჩემი შექმნისა, სამყაროს წარმოშობისა, ჩემი უბედურებისა და ჩემი ამ უბედურებიდან გამოხსნისა. ჩემი საბოლოო დავანებისა იმ ნეტარებაში, რომელიც აგრერიგად მიველთვით ყველა და მეც მინდა რომ ვიყო ბედნიერი, აქ ვერ მოვიპოვეს. აი რატომ არის ჩემთვის ეს ძვირფასი საკითხავი წიგნი და არავინ არ დაიწყოს აქ კამათით, სხვადასხვა თეორიებით, ბოლოს და ბოლოს უკვე ზედმეტად ნერვების მოსაშლელია განათლებული ხალხი, უკვე ნერვებს მიშლის რა. წაიკითხავენ ბროშურებს და შემოგიტევენ. თავით ამანები იკითხე, ისერი გიტეხია. მეცნიერებით და ლიტერატურით მე ვერ დავივანებ ნეტარებას. აი აქ არის ბედი აქ. აი რატომ მეტი დიდი ყურადღება, რატომ არის ეს ცხოვრებაში საკითხავი წიგნი. ეს არის ღმერთის და იმიტომ. სხვა წიგნები სიამაყე შემოაქვს ჩვენთან. ჩემი სიამაყე მოკლა ამ წიგნმა და განათლება სხვანაირად უყურებ და განათლებული ადამიანით კი არ ვიხიბლები. ცოტა ღიმილი და ირონიაც დამტევს. რითი ტრაბახობ შესაძლოა. სულ მალე მოკვდები და ყველაფერი დავწყებას მიეცემა. ამიტომ განათლებით სულს ვერ მოვიპოვებთ. ღმერთის წერილით, რომელსაც სასწაული სდევნის მას სულს მოვიპოვებთ. რა თქმინდა ჩვენ სული ღმერთთან დავივანოთ და რისთვისაც გაგვაჩინა ღმერთმა და სამყარო, სწორედ აი ამ ნეტარებას ვეზიაროთ. ეს ხო დაკარგულია. ამ წიგნიდან ამას ვგებულობ მთელი ისტორია, რაც დავიწყეთ დაბადებიდან და ჩამოვედით უკვე ჩვენთან უფრო ახლოს არის ეს საუკუნე, ვიდრე მაგალითად ადამისა და პატრიარქების ეპოქას ვსწავლობდით. აი ეს ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნე უფრო ახლოა ჩვენთან. 2500 წელი გვაშორებს. ვიდრე ისენი და ძალიან ბევრი წყაროებიც არის სეკულარული. ძალიან ბევრი არქეოლოგიური გათხრებით დადასტურდა ბიბლიაში აი ეს კაცობრიობის ისტორია, რომელიც ყველა მოიაზრებდა. ყველა ადამიანი გაჩენილი ადამიანიდან არის. მერე ცოდვის გაფართოების გამო წყარღუნას დაქვემდებარებული და ისევ ერთი ადამიანის ოჯახიდან დღევანდელი პლანეტა გამრავლებული. პირადად მიდგომა საკითხის ამისია და კამათში არასოდეს არავისთან არ შევა ამ თემაზე. რაც ვიცი, ეს ჩემია. მომცემ უფლებას ვილაპარაკო, ეს პატივისცემა არის შენი მხრიდან. არა, ეს ჩემში რჩება. რატო ღიზიანდება ადამიანები არ მესმის? ყველაფერი ძალიან ადვილია. ვერანაირი ინსტიტუტის დამთავრება მე ვერ გადამარჩენს. მაგ აზრით დიდი ხანია მივედი და ვამტკიცებ ამას, უпроსტორია ვამაგრებ ამას. რომ ასაკიც მოდის, მალე გამომემშვიდები ამ მეცნიერულ სამყაროს, რომელიც შემაყვარეს და ვერ მტოვებენ აქ და არც არ უზრუნველყოფილი ცხოვრების ბედნიერებით ამ დედამიწაზე, სადაც არის ბრძოლა პირველობისათვის
და ფუფუნების მოპოვებისთვის. ყველას კი ეს არ შეუძლია. ეს წიგნი კი მეუბნება, ამაზე ხელი აიღე. წუთი სოფლის შეყარება საზიანოა შენთვის და საგნები წუთი სოფელში მეუპნეული არანაკლებად საზიანო. ამ წიგნიდან ვგებულობთ ამას და სხვა წიგნებიდან არა. სხვა წიგნებიდან სიამაყე შემოვიდა. ჩვენი ფსევდო რაღაც სიძლიერის გაგება, რომ მე ძლიერი ვარ ადამიანი, უნდა დაიპყრო, უნდა მოკლე, უნდა წაართვა, შენია. ყველა სეკულარული წიგნები, ყველა აი ესეთი მეცნიერების მიერ დატოვებული, ეს არის პატარა დოზით ჩვენი გაზრდა სიამაყისა. წიგნიდან ვგებულობთ, რომ სიამაყე მტერი ყოფილა ჩემი პიროვნებისა და სიამაყე აღიყოფილა სატანისა. ამიტომ როგორ უნდა მოკვდეს სიამაყე, როცა მე მივდივარ იმ გაგებამდე, რომ სამყაროს პატრონი ყავს და მე მისი კუთვნილება ვარ. ესე იგი ჩემი მე მოკვდა. პავლე ხომ მივიდა აქამდე. შესაძლებელი არის ეს, მეგობრებო, და აქაც ესეთი ადამიანი ამ საკანში ცოტა ხნით როა მიცემული ცხოვრება კარგად ატარებს. მას არ აწუხებს არაფერი. საფიქრალი არ აქვს, აქციები დაეცემა თუ არ დაეცემა. იგი კმაყოფილია ჩვეულებრივი, აუცილებელი საშუალებებით. ელოდება სიხარულით იმ ნეტარებას მარადისობაში, მისი პიროვნების მაღალ ხარხს იაყვანას, როგულისხმობს. ღმერთთან დაბრუნებას სამშობლოში, პატერთან ჩახუტებას, მამასთან დაბრუნება. ამ ხრივ ჩვენ ვართ ლტოლვილები ცოდვისა გამო, გაურბივართ ღმერთ შიშის გამო და რისხვას გაურბივართ. აი ლტოლვილის ცნებაც მანდიდან მოდის. ვილტვით რას ნიშნავს? გაურბივართ ღმერთს, რო გვეუბნება, მოდი, ცოდვისა გამო გვეშინია, ახლოს მისვლა რისხვას დაგვატეხავს თავზე. ამიტომ იყო საჭირო გამომსყიდველი და ბიბლია სწორედ გამომსყიდვის ისტორია, გამომსყიდველის. ეს არის იესო ქრისტე. ამიტომ ვაქცევ ყურადღებას ამ ისრაელერს და არა გენეტიკურ რაღაცა სისულელეებით. ამიტომ ყურადღებით ვსწავლობთ ამას, რომ ვინციც გვწამს ჩვენ ამ წიაღიდან გამოსულია და ეს გვახარებს და უფრო საინტერესოს ხდის ბიბლიის წაკითხვას უკვე ამ კონტექსტში, ქრისტეს კონტექსტში. ეს ხომ აისბერგივითა ჩანს. მეგობრებო, აისბერგი ხო იცით როგორ არის? ორი იმდენი დაბლა არის, რაც ჩანს ზემოთ. ამიტომ უღრმავდებით რა, წვდებით მის სიღრმეებს, რათა უფრო კარგად ავიდეთ მწვერვალზე და იქიდან კი ღმერთს დაუბრუნდეთ. სხვანაირად ჩვენ არ გვეშველება. რელიგიური რიტუალებით, ლოცვა მარხვებით, რიტუალებად რო არის ქცეული, ჩვენ ვერ გადავრჩებით. გადავრჩევით ქრისტეს მიღებით, ვინც აღიარებს მას, ვინც ემიიღებს მას მხსნელად, ის არის შერაცხული მისი ოჯახის წევრად. ამიტომ ამ წიგნის კიდევ ამახვილებ ყურადღებას, რით არ ვართ დაინტერესებული. საკუთრივ ესთერი კი არ მაინტერესებს ახლა მე და ქსერქსეს ცოლი რო იყო. აქ მაინტერესებს ღმერთი რას აკეთებს ამ 10 წლიან ისტორიაში, რომელსაც ახლა ზუსტად ამ მონაკვეთს ვსწავლობთ ჩვენ. და გამოყენებული არის პერსონაჟები. თავისთავად მისაბაძე მაგალითი არც ესთერია ჩემთვის, არც მარდოქეი, არც ქსერქსე. მე მაინტერესებს ჩემი ბედი. მე სად ვწერი ვარ ამ წიგნში? მე სადა ვარ? რას მელაპარაკება ღმერთი ამ წიგნიდან? რას მეუნება აი რას? მიუხედავად იმისა, რომ მე გარკვეულ ეტაპზე მივატოვე, მან არ მიმატოვა. ის უ ჩემთან არის. ხარი მომენტები, როცა ჩვენ გვავიწყდება ღმერთი ზურგს ვაქცევთ, თურმე იმას როგორ ყვარები ვართ. ეს არის სწორედ იმისა, რომ მისი კუთვნილება ვარ, რას გაურბი ხარ? მან შექმნა სამყარო, მან შექმნა შენ, მე, სული ჩაგვიდგა, მისი ნაწილი ვართ ჩვენ, ჩვენი ხატი და სახეა, ისეთი მისი და ამის დაბრეცვა, ცოდისა გამო დიდი შეურაცხყოფა და მოგრუნება, რასაც ის ამდენი საუკუნეებია, თითქმის 8000-ზე წელი მეტია გველოდება კაცობრიობას და დიდია მოთმენება მის, იმიტომ რომ რა არის მისთვის დრო? არაფერი. წამი 1000 წელი, 1000 წელი შეიძლება წამი იყოს. ჩვენთვის სხვა აღრიცხვაა, მეგობრებო, და სწორედ აქ სატანას ძლიერი ის აქვს არგუმენტები მოჩვენებითად, რომ დაგვაჯეროს, რომ სამყაროს პატრონი არ აყავს, ეს თავისთავად შეიქმნა, შენ ახარ ამის პატრონი, გაუფრთხილდი, მეცნიერებას დაეუფლე, გამოიგონებ უკვდავების წამალს, არის მედიცინაც მაღალ დონეზე და ვიქნებით. ამ დროს სხვანაირად რამის ვხედავთ ჩვენ? სრული გაუტანლობა, გულცივობა, კატასტროფული მდგომარეობა ადამიანისა, სისუსტე, ჯანმრთელობის შერყეულობა, ელემენტარული საშოვარზე გაყრილი მოსახლეობა და მუდმივი შიში,
მომავალი დღისა, ხვალინდელი დღისა გაძვირდება საქონელი თუ არ გაძვირდება, აქციები დაიწერს თუ არა, კურსი აიწერს თუ დაიწერს. ამ შიშში ცხოვრობს ადამიანი და შიშს რო გაექცეს, უამრავ საშუალებებს ხმარობს. მაგალითად წოდებული ტრანკვილიზატორები, ნარკოტიკული მსუბუქი, მძიმე, გაქცევა საკუთარი თავიდან. რას გავექცევით? ვერაფერს ჩემო კარგებო. ასე რომ კარგად გავიგოთ, რა ინფორმაციაა მოწოდებული და გაუფრთხილდეთ ძვირფას წერილს, ღმერთიდან ციდან გამოგზავნილს, რომელსაც კრებითი სახელი ბიბლია ქვია. წიგნების ერთობლიობა უდიდესი სიყვარულია განცხადებული სამყაროს შემოქმედისა ჩვენს მიმართ. იმ შემთხვევაში ვართ ჩვენ ცუდად, როცა ღმერთს ვივიწყებთ, მისი პრინციპები გვერდზეა გადადებული და ჩვენი რელიგიურობით ვამტკიცებთ ჩვენს კარგ ადამიანობას. რელიგიური ადამიანი ყოველთვის ამაყია. გადახედეთ მღვდლები რა ამაყად დადიან. ქრისტიანი კი მოკრძალებულია და ვერ შეატყობ თუ იგი მორწმუნეა თუ არა მარტო საქმეებით და აზროვნებით. ალახეთ რელიგიები როგორი სიამაყის დადიოდნენ ქუჩებში ფარისევლები, როგორ ამაყად დააბიჯებს შიოლაშვილი, როგორ დაადია მღვდლები, როგორ პატივდებული, მოწიწებით ექცევიან უფალ, ჩვენი მეუფეო, ჩვენო მოძღვარო, ჩვენო მამაო. და ამათში გახვეული არიან ტოლუები, დებილები და ცოდვილი ადამიანები. როგორ შეიძლება ამემა გვიცნას ხალხმა ჩვენ? როგორ? ჩვენი ხსნა იესო ქრისტესია. არანაირი საფუძველი იესო ქრისტეს გარდა და ეს წიგნიც ეს ინფორმაციაც თუნდაც ესთერიად თავიანი ისევ იესოზე გველაპარაკება. ეს დიდი იმედის მომცემია და ჩვენ გადავრჩებით მხოლოდ ამის შეყვარებით. ჩვენ კი გველოდება დედამიწის დატოვება. რა მნიშვნელობა აქვს ამას? ეს სხეული უნდა მიწად იქცეს და თუ სული გამოსყიდული არ არის და რწმენით არადასტურებ, რომ გამომსყიდველი იესო ქრისტეა შენი, ვარც ფიქროს ვინმე გადარჩეს რა. ეს ტაშფანდურით ვერ გადარჩება, მალაყებით კვირაში ერთხელ მალაყებს გადადიან სხვადასხვა დენომია, ვერავინ ვერ გადარჩება, ხალხმა ნამდვილია. გადარჩებით მხოლოდ იესო ქრისტეთი და ამის ცოდნა იმიტომ არის კარგი, რომ სწავლის პროცესში თანდათან ჩვენი ჩასახვა ხდება სულიწმინდის მიერ და ჩვენი დაბადება. ბოლომდე გადიხარ და დაბადებული ხარ. და გრძნობ და შესაბამისი აზროვნების სისტემაც გამომუშავებულია. სხვანაირად ხედავ, სხვა რაღაცებს გესმის და სულ სხვა განცდით დადიხარ სამყაროში, რომელსაც ერთშვენიერ დღეს დაუპოუწერია. მაგრამ არის უკეთესიც. ამ ცნობებს გებულოთ ამ წიგნებიდან. ახლა კი უშუალოდ როცა დეტალურად შეიძლება ეს განვიხილოთ როგორც ტექსტოლოგიური თვალსაზრისით, ასევე ესეისტური თვალსაზრისით, შეიძლება დავახასიათოთ და თუ ჩვენ ამას როგორც ლიტერატურულ პერსონაჟებს ისე ვისწავლით, ძალიან ბევრისგან მომისმენია ბიბლია მაქვს წაკითხული. არაფერი ამას არ ეთყობა არც აზროვნებაში. რო წაიკითხე, რომანი წაიკითხე, მე რო წაიკითხე რა გაიგე. წაკითხვა წიგნი შეიძლება კაცმა თქვოს, რომ წავიკითხე, ვთქვათ, რომელიღაცა ჯაყოს ხიზნები, რომელიღაცა მათ გრაფ მონტე კრისტო, გასაგებია. მაგრამ წაკითხვა ბიბლიაზე არასწორი მიდგომაა. ეს უნდა შეიმეცნო, უნდა დაიბადო. ეს არის წიგნი დაბადებაზე. დაიბადე? კი არ წაიკითხე თქვი, დავიბადე. წიგნის მეშვეობით დავიბადე. ეს არის ჩემი მიდგომა ამ საკითხთან, ამ ხანგრძლივი დროის მანძილზე და წიგნთან მუშაობის დროს. და ამას ყველა იგრძნობს, კაცო, დაბადებას თუ ვერ გრძნობს ადამიანი, მიწერი ხო იგრძენით? რა აზრი აქვს, რო წაიკითხე, ახლა ამას ლენინიც კითხულობდა და საქართველოში და გადაათვალიერე. მე რა გაიგე რო? აბა დამელაპარაკე რა გაიგე. დავჯდეთ და მოусმინოთ ადამიანებს, რო გვეტრაბახებიან ეს წავიკითხო. მე ბევრმა მითხრა, წაკითხული მაქვს. ხო და აბა ერთი მომიყევით რა წაიკითხე, რა გაიგე, რა ის არის ეს. ესენ ჩათვალე, რომ ეს ჩვეულებრივი საკითხავი კრებული ებრაელი ფოლკლორიდან, როგორც მაჰაბჰარატა და ისინი ძალიან ცდები. ეს არის ღმერთის წერილი შენს მიმართ. ბიბლიოთეკაში ჯდები მხოლოდ იმიტომ, რომ თავი მოგვაწონო შენი განათლებით. ამოვიდა ყელშეს განათლებული საზოგადოება, უკვე ნერვებს გიშვეს. ყველა განათლებული საზოგადოება დედაუტირა გაუნათლებელ ხალხს რა. განათლებული პარლამენტი დააჭმორიკა მოსახლეობა. განათლებულმა ამერიკელებმა დედაუტირა რიგით გაუნათლებელ ამერიკელს. რა ჯანდაბათ მინდეს? და აგერი იესო ქრისტე, სწორედ უპოვართა გლახთან იჯდა და შვება შექონდა. აჭმევდა და ყურნავდა სულ ყველას. აი ვინ არის?
ჭეშმარიტი სამყაროს პატრონი და გვაუწყა მან მე ვარ ჩემი ეს ყველაფერიო თან ჩაწერა თან ისეც გითხრა რომ ნუ გამოიკიდებით ამას ეს განწირულია დასაწვავათო რა კარგი რამე თქვა ესე იგი ის რაც გადასარჩენია არჩენს და მატერია რომელიც გამოსაყენებელია ჩვენთვის ამის ტრანსფორმირებას მოახდენს სადაც ჩაწერილია ის ახალი სადახალ დედამიწაზე აი ეს არის სასიხარულო ამბავი და ამან კითხვის პროცესში როცა თავიდან დავიწყე მე აქამდე მიმიყვანა და გამახარა მორჩა აღარ არსებობს სხვა ხელი ავიღეთ ჩვენი ინტელექტის გაფართოება გამდიდრებაზე რომ წიგნებით ჩვენი ცნობიერება კი არიზდება მახინჯდება ამ სულიერი წიგნით კი ჩვენი ცნობიერება მოქნილი არის და არ გვაბჟუტურებს ისეთ სისულელეებს რომ ადამიანებს გადავეკიდოთ მტრად ამ ცოდნით ღმერთთან მივდივართ წიგნიერი ცოდნით კონფლიქტში შევდივართ საზოგადოებასთან და ჩვენ თავს ვამტკიცებთ სხვა კიდე ჩვენ მტერი გონია ეს ზუსტად ესეთი მდგომარეობაში ახლა ორი პიროვნება აქვს მესამე მეოთხე თავი გავიცენთ პატარა გახსენებისათვის შემიძლია კიდე არ გვაწყენს გავიეროთ ადამიანის ცნობიერება მიდრეკილია დავიწყებისაკენ ამიტომ არ გვაწყენს რომ გზადაგზად სულ ვიმეორებ და ჩაგვეჭედოს თავში ისრაელის სახელმწიფო როდესაც იგი ჩამოყალიბდა 120 წლის მანძილზე უკვე ზენიტსაც მიაღწია დავითისა და სოლომონის დროს დავითმა საფუძველი ჩაუყარა ეს არის 1053 წელი ძველი წელთაღრიცხვი ეს მონარქიის პერიოდი გაიძელა 120 წელი ეს მართლაც ესეთ იმაში შევიდა რა ერი სახელმწიფო თან გამედიდურდნენ ამათან ღმერთია ტრაბახობენ ამით და ჩვენ გავეცანით ჩვენ წერილს მეფეთა წიგნებიდან როგორ ტრაბახობენ ჩვენ ვერაფერს ვერ დაგვაკლებთ ჩვენთან ღმერთია ტაძარია იერუსალიმია მაგრამ დაემხო თავზე ხო გამაყდა ერი იმით რომ აი რაღაცა ეს უცებ აერიათ ტვენი დამოუკიდებლობაზე გაცვალეს ღმერთზე დამოუკიდებლობა ამ მატერიალურმა რაღაც აღმასვლამ ერების დაქვემდებარება და რაღაც მოიპოვეს ავტონომია და ძალიან ძლიერი იმ ჟამინდელ აღმოსავლეთში ისრაელმა რა დიდები ზენიტში რო იყო სოლომონის დროს და მას თაყვანსცემდა სულ და ყველა სახელმწიფოს ქალიშვილები მიათხოვეს სოლომონს პოლიტიკური ქორწინებით იმიტომ რომ საუმრად არ წასულიყო სოლომონი მასზე ამან ისე გამაყა როგორც სოლომონის მოსახლეობა რომ ღმერთის ზურგი აქციის ამის გამო წავიდა მთელი რიგი ის პროცესები რაც მე ჩვენ შევისწავლეთ ჯერ ქვეყანა ორად გაიხლიჩა ზემები სამყდროდ გადაეკიდნენ ერთმანეთს და წავიდა სამოქალაქო ომები 931 წლიდან ძველი წელთაღრიცხვით სამეფო ორად გაიყო 12 შტოდან 10 შტო გადავიდა ჩრდილო სამეფოში და აარსებენ საკულტო ქალაქებსა და პოლიტიკურ ცენტრებს ესეც ვისწავლეთ სამხრეთ სამეფოში დარჩა 2 შტო ეს შტოები იაკობის ოჯახის ფაზდილი შვილები და მის შთამომავლები იუდა და ბენიამინი სამხრეთ სამეფო ასე თუ ისე მაინც ამ სამხრეთ სამეფოში შიგადაშიგ მეფეები მოდიან რომელსაც ახსენდებათ მიტოვებული ღმერთი და ლოცვას მიმართავენ ამის გამო გაიწელა მათი ყოფიერება მაგრამ მოგეხსენებათ ხომ დასრულდეს წინასწარმეტყველება შემდგომი თაობიდან მოსული მეფეები განუდგებოდნენ იმიტომ რომ სიამაყე ბევრმა ვერ გადააგდო მე ვარ და მე უნდა მემსახურო ესე იგი მეფე რო ადამიანი ხალხი კი არ უნდა ემსახურებოდეს მას თვით მეფე და მოსახლეობა ღმერთს უნდა ემსახურებოდეს ამ სიტყვის არა მარქსისტული გაგებით კომუნისტურით არამედ ღვთიური გაგებით გაჩენილი ვართ სწორედ მაგიტომ შემოგმეთებითი სამსახური აუცილებელია ახლა კი ჩვენ იძულებით ვემსახურებით სახელმწიფო სისტემებს ნებისმიერ ქვეყანაში და სიქას გვაძრობს განსხვავება ეს არის როცა ღმერთს ემსახურები სიქას კი არ გაძრობს ამ სამსახურის შედეგად ნეტარებაში ვართ როცა სახელმწიფოს ვემსახურებით მონახარ ანომრილი ეს შეგონება ყურად არ იყო ისრაელერმა და ღმერთი გვერდზე გაწიეს და მეფე აირჩიეს წინასწარმეტყველება კი შესრულდა როგორ ჩააგდებდა მოსახლეობას მეფეები ამიტომ მას მერე მეფეები ზრუნავდნენ თავიანთ ოჯახის გაფართოებაზე, ცოლებზე, ჰარამხანებზე, ამას კიდე მაგარი ფული უნდა. ფულის შედეგი ან სხვა ქვეყანიდან უნდა მოიტაცო, ან კიდე შენი მოსახლეობა დააკავალო და გაატყავო. ამ გზას დაადგნენ მოსახლეობის გატყავებას სოლომონის მერე თავისი ძე რობუამი და გაზარდა ეგრეთ წოდებული გადასახადები. ხალხმა გმინვა დაიწყო. სთხოვეს რომ იქნებ დააკლო მამაშენმა ხო სიქა გაგვაძრო
ამან კიდე თქვა, მამაზე მეტი მადამ აქვს ამისიო და ამის შედეგად 10 შტო მოწყდა ამას რა, თლიანად რელიგიური თვალსაზრისით სიბნელეს წვდიათში შერგო თავი. იწყება ბრძოლები. ეს გრძელდება იქამდე, რომ ორივე სამეფო არსებობას წყვიტავს. ერთი ასურეთში მიდის 721-22 წლებში, მეორე 506 წელს ბაბილონში. და მანამდე მაგარაწიოკებას განიცდიან ესენი და ყველაფერი ეს ღმერთმა ჩაწერა იმ წიგნებში, რომელსაც ქართულად მეფეთა წიგნები ქვია და 4-ად არის გაყოფილი. მეფეთა პირველი, მეფეთა მეორე, მეფეთა მესამე, მეფეთა მეოთხე და დამატება ამისი შესავსები პარალიპომენ, რომლებიც ჩვენ ვისწავლეთ. ეს გახსენების თვალსაზრისით რო ვიცოდეთ. აი ახლა კი თვალს ვადევნეთ ამ ეიზრაელერს დიდების ის რო ვისწავლეთ. ვადევნეთ საწავით ეს სახელმწიფო აღარ არის. იერუსალიმი მიტოვებულია. სულიწმიდა იერუსალიმში თანგრეული ისრაელებზე იქ ვინ ცხოვრობს აღარ გვიყვება, მაგრამ გავყვებით და მივყვებით ბაბილონში გადასახლებულ დანიელს, რა ხდება იქ ისრაელი და იქიდან ღმერთის მსახურებს აქცენტს გვასმევნებს სულიწმიდა. ასევე ბაბილონის დაქცევის მერე სპარსეთში გადადის უკვე, სპარსეთის მფარველობის ქვეშ არის ისრაელიერი და აღსრულდა რა წინასწარმეტყველა კიროს მეფეს ბრძანებით. ისრაელერს აქვს უფლება დაბრუნდეს თავის ქვეყანაში და ტაძარი აღადგინოს, კედლები და ქალაქები. დიდი ენთუზიაზმით ამას არავინ არ გამოხმაურებულია. გამოეხმაურა ოლმხურვალე ქრისტეზე, ღმერთზე შეყვარებული ადამიანები. ასეთები კი 60,000-მდე იყო, მეტი არა. და გაეშურნენ. დანარჩენები დარჩნენ. ვინც დარჩენ, იმის ისტორიაა გადმოცემული წიგნი ესთერში. მე-6 მე-7 თავის შვალედი ეზარაში წავიკითხეთ. ეს პერიოდი, თუმილის პერიოდი, აი ახლა არის აქ. ესე იგი, ჩვენ უკან დავბრუნდით ისევ ესთერით. ეს ხო ისტორიული წიგნი, აი ქრონოლოგიურად გადავედით, ქრონოლოგიურად ხუმ წაგვეკითხა ჩვენ ეზრას შემდგომ პერიოდში, ხომ? და ჩვენ კიდე ნეემიაზე გადავედით, ნეემია კი არის 454 წელი არის ნეემია, აი ესთერის ამბები კი არის 483 წელს, ესე იგი, ხუთში გამეფთა ქსერქსე და მესამე წლის თავზე ამან ნადიმი მოიწვია პირველ წიგნში ჩვენ ეს გავეცანით და გრანდიოზული ქვეყანა ხარჯები გაიღო ამან. თვით ლუდოვიკო მე-15-ს მამაც და მისთან დაახლოებული ხაზითარებს უკვირდათ ამ წიგნს რო კითხულობდნენ, ვერაფრით ვერ ახსენეს ეს რა არისო. მათ ახლა როგორ კითხულობდნენ მაგას, როგორც ისტორიული ძეგლი, ჩვენ კიდე ეს ღმერთის წერილი რა არის აქ, ისეც ვიცით. ესე აღმოსავლური ფუფუნება და სიმდიდრე, რომელიც მიმტაცებლური ფილოსოფიით ჰქონდა ხელში ჩავარდნილი ქსერქსეს, ამით ამაყობს და შემოიკრება ის სამხედრო გავლენიანი პირები და იმუშავებს სტრატეგიულ გეგმას საბერძნეთში ხელში ჩასაგდებოდა და წინ და წინ ზეიმს აცხადებს, რომ ამასაც დავიპყრობ და გავაფართოებ. გაუმაწყარი ამის მიდგომა ამ საკითხთან და არაფერი არ დაიშურა ამისთვის. 180 დღე თითქმის 6 თვე არის, ხო? ღრეობა და ის არის. ძალიან დიდი ფუფუნება და კომფორტი არის წარმოჩენილი. ღრეობა, დროსტარება და მიზანი ამისი არის სამხედრო კამპანიის დააჭეროს და ხარდაჭერა იმისა, რომ საბერძნეთზე უნდა გაილაშქრონ. წარმოიდგინეთ, ახლა უდიდესი იყო სპარსეთის მხედრიონობა, მაგრამ ბერძნები როგორ დახვდნენ ამას, ეს ინდივიდუალიზმი, ეს დასავლეთს ხო ინდივიდუალიზმი ახასიათებს, აღმოსავლეთი ყოველთვის კოლექტიური და დიქტატორულია და იძულებით რომ გაასხამ ხალხს ჯარში და აომებ რაღაცა კაკარეტინული რაღაცეებით. და თან ყალბი რელიგიური ისენი, აი წარმოიდგინეთ როგორი პოლითეიზმი არის აქაც. ისეთი არ როგორც ეგვიპტეში, მაგრამ მაინც წარმართები არიან სპარსელები და სახელებში ეს აირეკლება. ხო, მართალია, სახელი რომელიც ითარგმნა სპარსულ ენაზე, იგივე შინაარსის შემცვლელი ყვავილი, მაგრამ მაინც ეს დადასტურება იმისა, რომ იშტარი, ესთერი, ვარსკვლავის თაყვანს, ესე იგი, სპარსეთში იყო რელიგია, რომელიც თაყვანს სცემდა ქმნილებებს და არა შემოქმედს. ესენი კი ისრაელიერი მხოლოდ ცოცხალი ღმერთის წარმომადგენლები იყვნენ და საუბედუროდ, სამწუხაროდ ერი დაივიწყა ეს. ამ წიგნში სწორედ მაგიტომ არიხსენებია ღმერთი არც ტიტულის, არც ნაცვალსახელის სახით და უცნაური წიგნია ეს. მეორე წიგნი ასეთი ქებათაქება არის, რომ ღმერთი არ მოიხსენიება ამ კანონიკურში 10-ში, მერე 6 არაკანონი თავი რო დაამატეს, ღმერთზეა ლაპარაკი, არაკანონიკური ნაწილები მაგისა, მაგრამ ის არის ისტორიაში, აპოკრიფული ლიტერატურა ქვია მას. მათ თავიანში უკვე კანონიკურია და სულიწმინდა მოაწესრიგა ეს და აქ უფრო სწორი
ეს არის გადმოცემული ღმერთისა. ეს ესთერი, რომელიც სახელიც კი დააკვეთ მორდუქაი, ესეც განმარტებული ხარ, ხო? მორდუქაი. სპარსული სახელები, ესეთი კოლორიტი უკვე შეიძინეს და ზოგმა შეიძლება თარგმნა ებრაული, თარგმნა სპარსულში და შეიძლება დაიტოვა, რომ ეს მე კი არ ვეთაყვანები ვარსკვლავს. უბრალოდ რაც მირტე ყვავილი, ესე იგი აღაზა გადმოითარგმნა სპარსულენაზე და ესთერია. მაგრამ სპარსელისთვის ეს იგივე იქნებოდა, რომ შენ თაყვანისმცემელი ხარ იმ რელიგიისა, რომელსაც მეცემ თაყვანს. ეხლა პროვიდენცია, ეს წიგნი ხო ორიგინალური ეს წიგნი იმ თვალსაზრისით, რომ აქ ღმერთი აშკარად არ აჩანს, არც პიროვნებები რომ ლოცულობდნენ, უშუალოდ ელაპარაკებდნენ, არც მარდოქაი ლოცულობს ეს არსად არ აჩანს, მაგრამ გადმოცემით წინაპრების გადმოცემით ამას ნამდვილი რაღაცები ფრაგმენტალური მაინც დარჩა და ძირითადი. აღრეულია ყველაფერი, მაგალითად ადამიანური ძალებით არაფრით არ შეიძლება თუ მარდოქაი ჯულის კანონი იცის, მას ესეთი ნაბიჯი არ უნდა გადაედგა, რომ ესთერი მიათხოვს წარმართ ადამიანს, ეს იკრძალებოდა ამით. ესე იგი ამან ეს არ იცის. აი სად მუშაობს ღმერთი, რა მდგომარეობაში აყენებს და პროვიდენცია რას ნიშნავს, ხო? ლათინური სიტყვა პროვიდენცია, ესე იგი საშუალება არის, რომლის მეშვეობითაც ღმერთი მართავს ქვეყანას არსებული არასაციცოცხლო მიყავს ესა თავისი ნებით იმ შედეგამდე საბოლოო ჯამში რომ იზე იმოსამან. ასე განმარტავს თეოლოგიური ღვთისმეტყველების ლექსიკონი ტერმინს რა არის პროვიდენცია. რუსულად პრომისლი და ქართულად სიტყვაზე წინასწარ განჭრედა, წინასწარ ხედვა, წინასწარ ღმერთს როგორ მიყავს ყველაფერი იქით. ემერსონი იყო ასეთი პიროვნება ამერიკაში, რომელიც იცახდა, რომ ადამიანის გარემოებები, მოვლენები მართავსო. არ არის სწორი. გარემოებები და მოვლენები იქმნება, სიტუაცია და ღმერთი მართავს და არა გარემოებები. აი აქ სწორედ ეს არის გადმოცემული. აი დააკვირდით, როდესაც ა ブラ ამს ეუბნება ეს ძველი აღთქმის პირველი წიგნიდან, ა ブラ ამს ეუბნება ღმერთი მოკიდე ისააკს ხელი და შემომწირეო, ისააკი გზაზე რომიდან ეტყვის, მამა შესაწირავი ცხვარი სად არისო? ღმერთი გაითვალისწინებს. პროვიდენცია ნახე თვითონ ა ブラ ამ არაფერი არ იცის და მართლაც 1900 წლის მერე, 2000 წლის მერე იესო ქრისტე ზუსტად იმ ადგილზე ჯვარზე იქნა გაკრული. აი როგორ მუშაობს ღმერთის გეგმა, რატო დავიწყეთ თავიდან, რომ სამყარო ღმერთის შექმნელია. არა უჯანყდეთ. მისია ყველაფერი. მაინც მისინებით წავა და მისინებით გამარჯვებაში მონაწილეობა უფრო ჯობია თუ აჯანყება. რამეთო ღმერთი რაისგან შეურაცხყოფილი არ იქნება, რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის. თესავ მატერიისთვის, მატერიას მოიგებ საბოლოო სიკვდილი. ხორცისთვის თესავ, ხორცისთვის მოიმკი სიკვდილს. სულისთვის თესავ, მარადისობაში სიცოცხლის მოიმკი. აუჯანყდეთ ღმერთს, ხო იყვნენ შემოჯანყეები, მარქსი, ფოიერბახი, ფროიდი, ლენინი, სტალინი, რამდენიც გენებავთ. დღეს პოსტმოდერნისტული ათეიზმია მსოფლიოში. მთელი პლანეტა არის პოსტმოდერნისტული ათეიზმი. ლიბერალური ქრისტიანობამ ისეთი სიჩქარეები აიღო, რომ დღეს სად არის ნამდვილი ქრისტიანობა, ეს ბიბლია რო იყოს მე დავიკარგებოდი. კიდე კაი, ღმერთმა ნახე აქაც ჩანს პროვიდე გააჩერა ეს წიგნი. ძალიან ბევრი მოინდომა ამის გადაკეთება, ბევრმაც კი გადაკეთება სექტანტები და ხელმძღვანელები რო არიან, მაგრამ მაინც დევს ეს ნამდვილი ოაზისი. ქრისტეს სიტყვა აი მუდაბნოში, რომელსაც ცოდვათაცემული პლანეტა ქვია, ვინც ამას დაეწაფება, სწორედ წყაროს იქცევა და არასოდეს არ მოწყურდება. ჩვენ ამიტომ კითხვის პროცესში ამაზე ვაკეთებთ აქცენტს. ხოლო ამ ორ პერსონაჟს ლაპარაკი არის ისტორია გაგახსენეთ ცოტა ხომ, რა მდგომარეობა სპარსეთში ამოყო თავი იზრაელ მერმა და ღმერთის ნება არ შეასრულეს. არ დაბრუნდა მრავალრიცხოვან სახით ისრაელიერი იერუსალიმში. დარჩნენ იქ ფუფუნებაში და სრულად დაივიწყეს მთელი რიგი რაღაცეები. მარდოქაის რაღაცა მაინც აქვს, აი რატომ არის წამოწეული მარდოქი და აი მის ეტიმოლოგია ამანაც თარგმნა, მაგრამ იუდაველია. ესე იგი, ეს არის ბენიამინის ტომიდან. ბენიამინის ტომიდან პირველი მეფე ვიცით საული იყო და არც ის იყო მდგრადი და მყარი რწმენაში. მორდოქაიმაც არ იცის ეს, მაგრამ აი აქ ამტკიცებს რწმენას, როცა უკვე გადავდივართ მესამე, მეოთხე თავში, შემოიხევს ტანსაცმლის ჯვალოს ჩაიცმევს და ეს არის დიდი მწუხარების სიმბოლო ბიბლიაში და არ ეშინია.
უცნაურია, რომ ამას უპირისპირდება ამანი მისი შორეული ნათესავი წინაპარი, რომელიც სამყდრო სასწორად არის გადაკიდებული და ჩვენ ამის ისტორიაც ვიცით მეფეთა პირველი წიგნის მე-15 თავის მერვე მუხლში. აგაგის ისტორია რა გააკეთა საულმა, როცა აგაგის სამეფო გვარიდან არის ეს წამოსული, ეს უფრო სწორი არის და უკვე სად გამოვიდა ეს. მასობაში ეს ყამალი კი ჩვენ ვიცით ვინ არიან. ახლა კიდე გადავინაცვლოთ 500 წლით უკან, საულის პერიოდი იგულს, აქედან კიდე 500 წელი და მივადგებით ისააკის ოჯახს, იაკობი და ესავი. ესავის შთამომავალი არის ამალიკელები. ეს არის მუდმივი მტრები ძმებისა. როგორ გახმაურდა ბიბლიური ესეთი ჭეშმარიტება კაინისა და აბელის მტრობა და სამყაროს დასასრულამდე ეს ყოველთვის ესე იქნება. ამიტომ ორია ხომ შემოსული, ან კაინიანი უნდა იყო, ან აბელიანი. სხვა გზა არ არის. აბელის არის ცოცხალი ღმერთის რწმენის დამადასტურებელი, კაინი რელიგიის სხვადასხვა ფორმით. ათეიზმი იქნება, აგნოსტიციზმი, ეს ყველანაირი. ეს არის კაინის გზა. სხვა გზა არ არსებობს. ქრისტემაც მიგვითითა ვიწრო გზა, ეს არის რწმენის გზა, სიცოცხლის გზა, ფართო გზა და ბევრი დადიან, კაინის გზა. აი ეს წითელი ზოლივი და იცით რა ადვილი წასაკითხია ბიბლია, როცა სულის ზრდაზე აქცენტს ვაკეთებთ დაბადებაზე და არა როგორც ლიტერატურაზე ერთი მორიგი რელიგია ებრაელებისა არავის შეეშალოს. ეს რელიგია ებრაელების არ არის. რელიგია ებრაელებს აქვს იუდაიზმი. ეს სოფხედველობა ყველასთვის სავალდებულო აუცილებელი და ისრაელმა ერმა ის არ შეასრულა. ამიტომ არის ისრაელი დღესაც გაუბედურებულ მდგომარეობაში და იცით ამას წინ რეალობდება. მაგრამ ბოლოს ზეიმია ისრაელიდან 154,000 კაცი ამას იქადაგებს სოფლიოში. დღეს ამას ისრაელი არ აკეთებს. იმიტომ აქ შემორტყმული ეს არაბები და ეკალი აქვს მუდმივი. ისედაც ხომ გაამაყებული არიან, რომ არ გაამაყე, ხო იცით ეკალი რისთვის არის? რომ ზედმეტად არ გავაამაყდეთ და მოდის თქვათ ესეთი რაღაც ერთგვარი შემაბრკოლებელი სხვადასხვა ფორმით ეს ეკალი. პავლემ ეს იგრძნო. ხო სთხოვდა რომ ეს ეკალი ამამაძრე. ძალიან მეტაფორული არის ეს ტერმინი. უთხრა არა ღმერთმა საკმარისია მადლი ჩემიო. მადლი და განებდა ამას პავლე. და ჯოჯოხეთური შრომას ეწეოდა რომ ცოცხალი ღმერთის რწმენა მიეტანა ისეთ წარმართულ ეპოქაში, რომელიც იმპერატორების ეპოქა იყო, მრავალრიცხოვანი ხალხი ერთად, სხვადასხვა რელიგიები და კარგად არის აღწერილი ახალ აღთქმაში კორინთო და ასე შემდეგ, როცა ვკითხულობთ ამას. აი ეს ორი ნათესავი დადგა წინას და არც ერთმა არ იცის ვინ არის. ამანი, ჰამანი ესე იგი და მორდოქაი. რაც გამოტოვებულია გინდათ შევავსოთ საერო ლიტერატურიდან. მაგალითად, პირველი თავი რო წავიკითხეთ ჩვენ და აღწერილი არის ნადიმის დროს შეზარხოშება. შეზარხოშებული სპარსეთის ასეთი რაღაცა ამაყი მეფე, რომელიც აღარ არის ოცნებობს საბერძნეთის იმას და წინ და წინ გეგმებს ახავს და უკვე ეს გამარჯვება ზეიმობს. და უამრავი ხაზინიდან თანხები დაიმაყა და ფაქტურად ხაზინა დააცარელა. ამითაც ისარგებლა მე ხამანმა ხო? და რახეთ რა ზუსტად ფსიქოლოგიად როგორ არის გათვლილი. 70% თითქმის სამეფოს შემოსავლისას თავაზობს ეს თუ მაგალითად დაახოცინებს ებრაელებს და აქ 10,000 ტალანტი 375 ტონა ვერცხლი არის. ეს კიდე სამეფო ხაზინის 70% არის. ამაზე ხლა ვარსიტყო და ქსერქსე და დაუფიქრებელი სულელურ ბრძანებას გამოსცემს, რომლის გაბათილება არავის არ შეუძლია. იგივე ბრძანებას თავისივე სულელურ ბრძანებას ტვინი რუაერია ემსხორპლა ეს იმ გაგებით რომ დედოფალი ვაშტი ჩამოიშორა. ეს ნანობდა მე, მაგრამ ვერ შეცვლიდა. როდის მოხდა ეგა? აი რაც გამოტოვებული და ბიბლიაში არ არის, საერო ლიტერატურით რო შევავსოთ. პირველი თავიდან მეორე თავი, ესე იგი, პირველ თავში აღწერილი ნადიმი, ამ ნადიმზე რო შეზღუდა მე სულელური პოხონდრია მოვიდა თავში. და უნდა დაიტრაბახოს ხალხში რა ლამაზი ცოლი ყავს და ცალკე ქალი დედოფალი მართავს ნადიმებს ქალბატონებთან ცალკე იჯდნენ. შიკრიკი რო გააგზავნა მან საჭურისი ჩამოთვლილია 7, გააგზავნა მვარე მიიღო. ამაზე გაბრაზდნენ გვერდზე მყოფი თავადები და ეუბნებიან ერიხა ეს ჩვენ ცოლები ახლა აგვიჯანყდნენ რაღაცა კანონი და დაუფიქრებლად მიაღებინეს კანონი რომელიც მე სინანულის დაყვება. ასე ჩამოიშორა ვაშტი დედოფალი მას უყვარდა ესა
ეს ნამდვილად უყვარდა, ლამაზი ქალი იყო მართლა და დედოფლობის სტატუსი ჩამოართვა რა ჰარამხანაში გადაასკუპა. ახლა გამოტოვებული რაც არის აქ ისეც იყო, ხო არ მინდა აპოკრიფული მეებით გავერთოთ ჩვენ. წარმოვიდგინოთ სურათი. ასეთ დროს ესთერი არ არის და მარდოქაიც არ არის. პროვიდენციაზე ვლაპარაკობთ, იგი როგორ მუშაობს ღმერთი, რომ პირდაპირ კავშირი ქონოდა ღმერთთან, ისეთივე როგორც თავის დროზე დავით, სოლომონს იმას ქონოდა ა ブラ ამს და ასეთ ხალხს. მარდოქაის ეს ჩაიწერებოდა, მაგრამ ხიდან იცის მან ფრაგმენტის სახით, რომ თაყვანისცემა არ შეიძლება. ხომ ადამიანის არავის არც ვარსკვლავად, მაგრამ სახელი კი ქვია მორდოქის, აი სპარსულად, მაგრამ ეს ნამდვილად ვიცით, რომ თაყვანს არ ცემს ამას. ეს პოლიტიკური ხრიკი არის სახელი შეცვლა. გვარი და სახელი გამოიცვალეს, მაგრამ გული ღმერთისთვის ფეთქავს და სწორედ ამ გულში იყურება ღმერთი და პროვიდენცია ნიშნავს ღმერთის საქმე ყველა ვარიანტში გამოვა. არგია რომ შენი გული ფეთქავდეს ამის, ის ზუსტად იხდება. აქ თოჯინა კი არ იყო მარდოქაი ღმერთის ხელში. ეს ნამდვილად იმსახურებდა თუ არა ამას? კი, იმსახურებდა. უბრალოდ არ ესმის და ამის გაცნობიერებას მოახდენს მერე. ჩვენ როცა ვსწავლობთ, აი ეს უნდა გავიგოთ. ჩვენ გარკვეულ ეტაპზე მარდოქაი ვართ თუ აღდგენილი გვაქვს ურთიერთობა. თუ ჩვენ დავრჩებით რელიგიაში, გავიზიარებთ მაგბეთს. და მაინც ღმერთი თავის საქმეს გააკეთებს და ჩვენ არაფერი არ ჩაგვეთვლება. აი რას გვასწავლის ეს სიგნი ჩვენ? მორდოქაისთვის არ ვიცი, ეგ მორდოქაისთვის არ დაიწერა. მორდოქაი ესთერი მოხსენებულია. ის არ მაინტერესებს რო ვკითხულობ. ჩემი თავი მაინტერესებს ამ წიგნიდან. რას მეუბნება ეს წიგნი? და აი ამ კუთხით თუ მიუდგებით, რა თქმა უნდა, მოვიგებთ და რწმენაში გავისწრებით. ესე იგი, ვიმეორებ, შვალედი 5 წელია. ომი 485 წელს შეცვალა ამათ თავისი მამა ტახტზე ქსერქსე ატაქსერქსე ეს ტიტულებია, სამეფო ტიტულებია, როგორც რომის იმპერატორებში ტიტული იყო კეისარი. ეს სახელი და გვარი არ არის. ამიტომ არის დანომრილი ქსერქსე პირველი, ქსერქსე მეორე, ატაქსერქსე პირველია და ტვინი აგერევათ, ვინც პირველად მიდის ამ წიგნთან. ელემენტარულად თუ სეკულარულ ისტორიას გადავხედათ ძველი აღმოსავლეთის ისტორიას, იქ დაალაგდება ყველაფერი და იმით უნდა ვიხემწყვალოთ და დავალაგოთ, რომ პირველი მეფე ესე იგი კიროსი, შემდეგ მოდის დარიოსი, კამბიზის შვილი არის ქსერქსეს შვილი არის ატაქსერქსე. ამ 5 მეფიდან 4 არის ჩვენი ყურადღების ცენტრში ხა ბიბლიიდან. თორემ კამბიზი, რომელიც მეფობდა ქსერქსესზე ადრე, ზუსტად ეს მეფე უნდა იყოს, რომელმაც ხელი შეუშალა ტაძრის 20 წელი რო შეჩერდა. მაგრამ ბიბლია ამაზე დუმს და განახლებას ახდენს ქსერქსეს დროს. ესე იგი ესთერი, როცა დედოფალი არის, დიდი შემწეობით ეტყობა, ხარში უდგება თავის თანამემამულეებს. ეს გამოტოვებული არის და ჩვენ შევავსეთ, როცა თლიანად სამ წიგნს წავიკითხავ და ძალიან საინტერესო გახდება წიგნი და დაგვაფიქრებს. ჩვენ გვაინტერესებს ჩემი პირადული სულის ხსნა რაზეა დამოკიდებული. და აი ეს არის ჩვენი მალამო. აი ჩვენი მთელი კლინიკა ბიბლია. აი ის ღმერთი, რომელიც სანამ დავიბოდო იმ თავით რომ უყვარდი მე და სანამ სამყარო შექმნიდა, მოიაზრა გამომხსნელი იესო ქრისტე. და სამყარო მისია, მისი რო არის, იმიტომ უნდა გამოხსნა. მაგისი რო არ იყოს, არ გამოიხსნიდა. რაც თქვენია, იმას გადაარჩენთ, რაც სხვისია, იმას არა. მხოლოდ თქვენ შვილზე ცდილობთ არა მეზობელ შვილზე. თქვენია ის თქვენი კუთვნილება და იმიტომ გინდათ გამოხსნათ იმ ჯოჯოხეთიდან, რომელშიც თუ იმყოფებე სოციალური ჯოჯოხეთი იგულისხმება. ამიტომ არის ღმერთი, აი ჯერ მარტო ამითაც წავიკითხავთ, რატო დაგვდებს ღმერთი? სამყარო მისია, მეც მისი კუთვნილები ვარ და რაოდენ უტვინო უნდა ვიყო, ყურადღება არ მივაქციო. და არ დავემსგავსო იმ უძღებ შვილს, რომელიც საღორიდან გაუნათთა ბოლოს თავი, ისე კი მაინც მალადეც საღორში გაუნათდა, ზოგს საღორში წაუნათდება თავი, დაბრუნდა უკან მამის წიაღში და თავისებურ ღორულ დამოუკიდებლობაზე ხელი აიღო და ნამდვილ დამოუკიდებლობას ეზიარა, როცა იგი დამოკიდებულა იყო მამაზე. ჩვენც ასეთი დამოუკიდებლები ვართ, ღმერთზე დამოკიდებულები. თავისუფლება ამაშია. დაკარგავ ამას, ჭირი და სნება არ გამოგელევა. ეხლა, როცა წამოიწყო ქსერქსემ ომი საბერძნეთთან, ეს აღწერილი ბიბლიაში არ არის. პირველი, მეორე თავის შვალეთი არის 5 წლიანი, გამოტოვებულია. წიგნი კი იწყება გამეფებიდან მესამე წლის თავზე მოიწვია ეს ხალხი. ეს არის 583 წელი და სულ მალე დაიწყება ომი, რაღაც 2-3 წელიწადში. 480 წელი.
480 წელი ბერძენ სპარსელთა ომებია თერმოპილეში და სალამინი მოკლე კურსით შეიძლება იცოდეთ, რით დამთავრდეს ომი. ძლივს გამოასწრო ქსერქსემ. დაღონებული, დაბოღმილი მოდის და ცხოვლიც, რომელიც მის კანონს ემსხვერპლა, აღარ იცის რაქანას. აი, ამით იყო გამოწვეული სასწრაფოდ მორიგი დედოფლის ხალის ცოლად შერთვა და კონკურსი, გარკვეული დღევანდელი ტერმინით კონკურსის მოწყობა. რაოდენ რისკი გაწია მარდოქაიმ, რომ თავის ბიძაშვილს პატარა, რომელმაც თვითონიშვილად აღზარდა, ხელი უბიძგა ამ ფიქრისკენ. ჯერ ერთი დაარღვია მითითება ღმერთისა. აქაც ჩანს პროვიდენციობა. კანონით თუ მივდგეთ, სწორად არ მოიქცა. აქ ჩანს მარდოქაი, რომ დავიწყებულია ყველაფერი, ცოცხალ ღმერთს ეს არ იცნობს, მაგრამ რაღაცა მის ცნობიერება შემორჩა და მერე ჩანს პროვიდენციიდან ყველაფერი გაცისკრონდა და შეგიყვარდება ღმერთი როგორ მუშაობს. თუ ჩვენ მაინც, ოდნავ მაინც გვახსოვს ღმერთი, ის თავს არ დაგვანებებს. და იმედი აქვს იმისა, რომ რამენაირად მე მოუბრუნდები. ჩვენ აღარ ვიცით მარდოქაის ისტორია, ესთერის ისტორია, სულ 13 წელი იყო ესთერი ქსერქსეს ცოლი და მერე რა დღეს აი ეს ხო არ არის ამ წიგნის მთავარი თემა. მოკლედ ბიბლიას რო არ აქვს ეს მიზნად, იქვე მოიცავს პატარა ისტორიულ მონაკვეთებს და გაიღრმევებს ცოდნა სხვა ლიტერატურით. ქსერქსე დამარცხდა. ძლივს გამოასწრო. მასა დროს ადამიანი რო ჩავარდება მან მდგომარეობაში, ქალში, აღვინოში ეძებს და ლამაზი ცოლთან უნდა და ურთიერთობა. დედოფალი ვაშტი კი არ არის. რა ცუდად იყო, სასწრაფოდ ამის გამოსწორებას მიყეს ხელი, აი ღმერთმა როგორ დაალაგა ეს სიტუაციები და როგორ მიყავს თავისი იმით, ვისაც გონია რომ ღმერთს ეკამათება ძალიან ცდება. მაინც თავის მიზანს განახორციელებს და არ ჯობია გავაცნობიეროთ, არის ესეთი გამოთქმა, ჩათრევას ჩაყოლაჯობია, ხო შებრიყო შენაო, ერთ-ერთი კინოგემირი ეუნება მეორეს ალმასხანი თავის შვილს ქართული ფილმიდან შეხვედრა წარსულთან. გახსოვთ ალბათ, ხო? ასე რომ ამით არის განპირობებული, რომ მოეწყო კონკურსი და ჩვენ და გასაოცრად იმდენ ლამაზ მანებში გამორჩეული იქნა დედოფლად ესთერი. და გამართლდა, რამხელა რისკი გაწია. ფაიდა არ გაიმარჯოს, მერე სახში კერ დაბრუნდებოდა. ყველა ქალი, ვინც მონაწილეობდა კონკურსში, იქიდან დედოფლად უნდა არჩეულიყო ერთი, დანარჩენები არამხანაში. ხო, ესე იგი ხარჭად. სუცხვარი დედოფლის სტატუსი, სუცხვარი ხარჭის გართობა, ქალი ლამაზი ეს აღმოსავლური მასში ძალაუფლების სიმბოლოს გამოძღავნებს, აუცილებელი იყო ჰარამხანა, ისე რა მეფე ხარ, პატივს არ აკვდინა არ აქცემს, სხვათა შორის ამას ვერც ისრაელი მეფეები აცდრენ. აიხსენეთ ჩვენ ვისწავლეთ დავითი, საული, სოლომონი და ასე. მოკლედ კონკურსში გაიმარჯვა ესთერი და ეს არის უკვე 478 წელი ძველი წელთაღრიცხვით. 5 წლის თავს, როგორც გითხარით. და უკვე მე-12 წლის თავზე, ესე იგი გამეფებიდან აღწერილია მერვე მეცხრე მეათე თავი. გამოიცა სულელური ბრძანება კიდე. ამას დაფიქრებულა. როგორ ისარგებლა ჰამანმა ამით? დაიბოღმა რა. ჰამანი ნახეთ სად მოხდა დარღვევა ღმერთის პრინციპებისა. ხუთხრეს ყამალიკელზე, ხუთხრეს აგაგის საულმა რო დაინდო. იმ სამეფო იმიდან არის გამოსული და ეს არის დაუძინებელი მტერი სატანის ხელში იარაღი. რომ ისრაელიერი იცის იმა, რომ ისრაელიერიდან მაცხოვარი უნდა მოვიდეს, მესია და კაცობრება უნდა გამოიხსნა. სატანა ამას როგორ დაუშვებს ხომ და აქედან უტევს და უტევს ამერს. და სულელური ბრძანება. აი ვკითხულობთ, ამას გონია გონივსიო დამთავრდა, ის აღარ გამოვა, გაანადგურებს, ეხლა რა ეშველება. მით უმეტეს ესეთი რამე წერია, კანონის შეცვლა არ შეიძლება. ხდება სასწაული, ჩაროთ. ესთერი, არავინ არ იცის, რომ ესთერი ებრაელი. აი რატომ მოამზადა ესთერი? რატო შეიყვანა ღმერთმა? როგორ შევიდა დედოფალთან და როგორ გარკვეული გაგებით დახმარებას უწევდა ნეემიას, ეზრას იმ ტაძრის და იმ მშენებლობაში. ქსერქსემეს გააგრძელებინა ხომ? კამბიზის დროს აკრძალული იყო. კამბიზი არც არის მოხსენებული ბიბლიაში, ეზრას რო კითხულობდით ჩვენ. და უცებ განდიდა ჰამანი როგორ შეიშნოვა ისა პირველი მინისტრობა, პრემიერ-მინისტრი დღევანდელი ტერმინით. მაგრამ ძალიან ცუდად არის და მოვლენებს გავასწრებ, აი რა აწუხებს ამას ცოლს შეშჩივლებს, რომ რაღაცნაირად დამცირებული ვარ. ერთი კაცი არის, რომელიც მე თაყვანს არ მცემს. და შეირხა მისი ამბიცია. აი, სადაც ჩანს, რომ ჰამანი სატანის იარაღი არის.
სიამაყე იარაღია სატანისა. ძალიან ცუდად არის. ფაქტურად ტირის ცოლს შეშჩილა, ცოლის რჩევებს აძლევს. ამის გამო აიგივა მთელ ერთან, რო გაიგო ვინ იყო იუდაელი, ებრაელიერი. აი ესეთი ბოღმის ბუკეტი ისარგებლებს მეფის მდგომარეობით. კერძოდ ხაზინაც არიელია და შევსებას დახარბდა ქსერქსე. ხვა რომ აი მრავლობით მთელი ერი შენ კანონებს არიცავსო. ის კი არ უთხრა რომ ერთი კაცი აგდებულად მიყურებს. თან ამავე დროს ეს მეწაღეთ არ მუშაობს მარდოქაი. ეს არის დაწინაურებულია, რაც თავისი ბიძაშვილი ცოლი არის, დედოფალია უკვე ქსერქსესი. ის დგას ქალაქის ჭიშკართან. ეს არის პროფესია მოსამართლის. მაღალი სტატუსი აქვს ამასაც. მაგრამ როცა ეს გაბრძანება გამოვიდა, ამას ეს ყველაფერი დაავიწყდა, შემოიხიატა და ჯვალო ჩაიცვა და ჯვალოთი როგორ შეიძლება მისვლა, ესთერს ცნობა მიაწოდა. საინტერესოა ამ თემის აი სიღრმეებში გასვლა. ჩვენ რას მოგცემს? გაგვამდიდრებს ამის სწავლა სულიერად, თუ არა შეგვაყვარებს ღმერთს, როგორც უაღრესად მოსიყვარულეს. მას ჰამანი კი არ ეზიზღება. ამას ეზიზღება ღმერთი. ღმერთი პროვიდენციით მუშაობს და რას გვასწავლის ეს პროვიდენციული ნაწარმოები? აუჯანყდები შენ მას, რას დააკლებ რომ? მაინც მის საქმეს ვერ ჩაშლი. სატანამ ცდილობს ედემის ბაღიდან გამოგდებული იმის მერე, რაც მოხდა იქიდან ვიდრე სამყაროს დასასრულამდე რომ ღმერთს ხელი შეუშალოს. შეუშალა? მაინც მოვიდა მესია. მოვიდა მესია, ცოდვა გამოსყიდულია და ამ ცნობას ვინც მიიღებს, ის არის გადარჩენილი. ამით სარგებლობს სატანა რომ ბევრი ამას არ მიიღებსო და ისევ აძლიერებს შეტევას, ვიდრე იქამდე სანამ იგი არ დაიბორკება, სანამ არ ჩავარდება იმ გოგირდის ტბაში. ძალიან ბევრი ადამიანები შეიძლება გაიყოლიოს მეგობრებო. წიგნი გვასწავლის რას? როგორ გავარჩიოთ ჩვენ ღმერთის საქმეები სატანის საქმეებისაგან? როგორ მივხვდეთ ჩვენ მორწმუნე ვართ თუ არა? ნუ დავემშვიდეთ თავს იმით რომ ხატები გაქვთ სახში. ნურც იმას რომ მღვდელი ყავთ. ნურც იმას რომ ახსარება მიიღეთ. დაფიქრით და იტრაბახეთ რომ მაგრად იცნობ ცოცხალ ღმერთს და ცოცხალი ღმერთის სიტყვით თუ გჯერათ რომ დაბადებული ხართ. დაბადებული ადამიანის ლოგიკა სხვანაირია და მისი პრაქტიკული მოღვაწეობაც ნაყოფს იღებს. ეს კი არ ჩანს საქართველოში. ამიტომ ღმერთს ვთხოვოთ კიდევ ერთხელ წიგნის კითხვის პროცესში. მადლი და კურთხევა არ მოვაკლოთ თითოეულ ჩვენთაგანს, რომ გაგვიხსნას გული ამ წიგნის სწორი გაგებისათვის, თავის წერილისათვის და გვასწავლოს უდიდესი სიყვარული მისი და მის წინაშე რაღაცნაირად განვივსჯელოთ. როგორც ახალ შეყარებული კაცი არის აღელვებული და თრთის და არჩევს სიტყვებს, როგორც ქალი უკანკალებს ყველაფერი. აი ასეთი გულით თუ არა ხარ ცოცხალი ღმერთის წინაშე, რწმენაზე ლაპარაკი ზედმეტია. წინააღმდეგ შემთხვევაში ვრჩებით ჩვენ რელიგიური მორწმუნეები. რელიგია კი ნიშნავს ადამიანური ძალებით შენს გადარჩენას და მადლი იგნორირებულია. ამიტომ ნაყოფიც იგნორირებულია ჩემო კარგებო. ასე რომ ჩვენ ყოველთვის გვახსოვდეს შევამოწმოთ ჩვენი შემოწმებელი ეს არის. ყოველ თითოეული წიგნის წაკითხვის როგორ აიფსე. ლოცვის პროცესი აუცილებელია კითხვის დროს. მე ასეთი მორწმუნე ვარ, რომ ყველანაირი საშუალებით იქნებ გაგვეხსნას, გვეშველოს რაღაცა და არ დავიღუპოთ ხახნო. პრობლემა არ არის ფასების მომატება, პრობლემა არ არის ქვეყნის დაქცევა. პრობლემა არის სულის დაუპვა. თუ სული დასაუბრად არის განწურული, ვერ გიშველით აქ თქვენი ფუფუნება, ვერც მილიარდები. ვერავინ ვერ გადარჩება, ჩაწერილია, ვერავით არის სიმდიდრეთ, ადამიანი ვერ გადარჩება. დიდარი როგორ არის იესო ქრისტემ გაგვანახა ლუკა მახარებლიდან, როცა იგი დიდრისა და ლაზარის ისტორიას გადმოგცემს სულიწმინდის მეშვეობით, ხო? ასე რომ ვთხოვოთ კიდევ ერთხელ მეგობრებო, ღმერთს, რომ ყოველი კვირა როცა ამ წიგნს, ამ წერილს ვკითხულობთ, რაღაცნაირი განწყობით მივიდეთ ამასთან, რომ ჩვენი გონება გაამდიდროს, გააფართოვოს და კარგად
ესე იგი პრიორიტეტები ესე დაალაგოს, ის ჯერ ის ნამდვილი სამშობლო და გააღვიოს ჩვენში პატრიოტიზმის გრძნობა თეოლოგიური გაგებით და მიწიერი გაგებით შეინარჩუნოს რაც აქ მჭირდება, მხოლოდ სულიერი და თეოლოგიური გაგებით პატრიოტიზმი. ჩვენ უნდა ვიყოთ ნამდვილი პატრიოტები, ნამდვილი მამასთან დაბრუნების მომხრეები და არა აქ რამე ბოსტანი ვაშენოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისინი აღარ არის. აი რასაც ვსაუბრობთ, აღარ არის ხალხი. აღარც ბაბილონის სამეფო არის, აღარც ასურეთის, აღარც ის მეფეები არიან, აღარც ის სამი სატახტო ქალაქი რო ქონდა, ქსერქსეს ააცნოდა იქ შვიტინობდა, საზამთრო სასახლე ქონდა შუშანში, ასევე ქონდა ეკბადანაში, ასევე ქონდა ბაბილონში უზარმაზარი სასახლები და უმდიდრესი პიროვნება. ესე იგი ეჭიბრებოდა სოლომონსაც. მაგრამ ბიბლია გვეუბნება სოლომონი ყველაზე მდიდარი იყო ყველაფრით და აღწერილი ეს. რა წაიღო სოლომონმა ეგა? სად არის სიმდიდრე? სიმდიდრე სწორედ შენი სულის მოპოვებაშია და სიმდიდრე იესო ქრისტეშია. და ეს არის ნამდვილი ტრილიონერი. ამასთან ურთიერთობა ამის ოჯახში რო გეტყვის, შენ ჩემი შვილი ხარ და მეგობარი, დიდარი ხარ. დაველოდოთ ამას შემოკარგებო და ჩვენ ვეზიარებით ნეტარებას, ბედნიერებას, ნამდვილს აქ რო გვინდა და არაფერი არ გამოდის ამ გადამკიდე ამ კარეტინი მთავრობისა და პარტიებისა. ბიძაშვილი თუ გეყოლება პრეზიდენტი შეიძლება გიშველოს. ისეც რა ვიცი, ზოგი ამასაც არ შველის. და თუ მამა და ის გეყოლა პრეზიდენტად მოითქვა ამ სულს, მაგრამ რამდენ ხანს? აი რამდენ სააკაშვილიც იყო პრეზიდენტად, მაგრამ ეხლა ებიკურეს ბაღიდან Skype-ზე ველაპარაკება ჩემ Facebook-ზე და გამეცინა. ასე რომ დღეს ამით შემოიფარგლები, მე მგონი სწრაფად გავიდათ, რომ ბევრი რომ აქ სალაპარაკო, მიუხედავად იმისა, რომ ჩქარ ვლაპარაკობ, მაინც რა სწრაფად მიდის დრო გამიგებ და ვერ ვასწრებ მთელი რიგ რაღაცებს, ბიბლიური ინფორმაცია მოგაწოდოთ, ისტორიული ქრონოლოგიით და თქვათ იმ წიაღსწრებით, ფსიქოლოგიური თუ ფილოსოფიური, რომ დავახასიათოთ პერსონაჟები, ეს იქნება ჰამანი დაუპირისპიროთ ერთთან, რითი გამოირჩევა ერთი მეორესთან. ჰამანი გასაგებია ვინ არის, ღმერთზე გაბარაზებული, ამხედრებული და არც იცის რომ არც ამტვინო ისეც არის სწავლა შემდგომ ისტორია ამისა, რომ რო ეტაკი ამას რა მოყვება არ იცი? ჩამოკიდეს კატასავით, ხო? და უცნაური არის იმ სიმაღლეს რატო შეაქმევინა, ხო? ამას მე გეტყვით თუ რატო 20 მეტრიანი თითქმის 50-ის საზომი ერთეული არის 20 მეტრიანი. თანამედროვე იმით 20 მეტრის სიმაღლის აღჭობელა აგო და წინდაწინზე იმობს იმას, როგორ ჩამოკიდავს კატასავით, მაგრამ ღმერთმა სხვანაირად შეცვალა. სულ სხვანაირად. და მოგეხსენებათ მე, რომ მარდოქი თავის აი სასამართლო სტატუსი რო ქონდა მას, როგორ მოკრავს, რა კარგად არის, რომ აი მთელი ჭორი სწორედ იქ მოისმენებოდა, რომელი ადგილიც აღწერილი არის. ქალაქის კარიბჭესთან იჯდა ეს იყო მოსამართლე. აი გორმა უტვინომ მოილაპარაკეს, რომ მეფე მოეკლათ. ეს ამბავი მარდოქის მოისმინა. მიაწოდა ესთეს დასაჯეს ეს შეთქმულები. დაავიწყდათ პატივისცემა მარდოქეისა. ჩაიწერა წიგში ესა და დავიწყებას მიეცა. სადაამუშავა პროვიდენცია ღმერთმა, ხო თავის იმით და ამას მეექვსე თავიდან მერე გავეცნობით. ხო დღეს მე-4 თავით შემოვიფარგლეთ და მე-5, მე-6 თავში კიდე ამას მივაბამ და უფრო გავაფართოებთ ჩვენ ინტელექტუალურ ცოდნას ამის შესახებ, რათა რწმენა გაცოცხლდეს ჩვენში, თორემ არ რწმენით ვერ გადარჩევა მეგობრებო. ახლა კი ამით შემოვიფარგლებით და დიდ მადლობას მოგახსენეთ მოსმენისათვის. ღმერთს ავთხოვოთ ლოცვით, რომ თითოეულ ჩვენთაგანის გულები თუ გაქვავებულია კიდევ უმეტად გაალღოს, გააკრელოს, გაასუფთავოს, თუმცა იესო ქრისტემ ჯვარზე ეს გააკეთა. ჩვენ კი მეტი ყურადღება მივაქცევთ ჯვრის მისტერიას და ჩვენი ინტელექტი
თუ მან არა ამუშავა, ჩვენ წიგნებით ამას ვერ მოიგოთ. თხოვოთ ღმერთს ჩვენი მეხსიერება გააფართოოს მაღალ დონეზე. ხანმოკლე ცხოვრება გვაქვს და მეხსიერება მაინც არ გვევარგა და უცნაურია 1000 წელი თითქმის რო ცხოვრობდა პატრიარქები, წარმოიდგენთ რამხელა რაღაცას ინახავდა მათი ცნობიერება, აი მეხსიერება. აი ესეთი რაღაცა გადმოცემების სახით მარდოქეის თავშიც იყო რეული ეს მთავარი ღმერთის პრინციპები. ის არც ლოცულობდა. აი ეს არის სწორედ ჩვენი რო გვაუცებს ღმერთის საქმეები, აი რო არ ჩანს. რო არ ჩანს, იმიტომ ხელებს ავიფარებო და მე თქვენ ურწმუნოებას და თქვენ აი თაყვანისმებას ამ წარმართული ღმერთებისას არაფრით არ მივიღებ, იმიტომ რომ ცოდვა ამას ეზიზღება. მაგრამ კი არ დაიკარგა. ჩრდილიდან მაინც სიყვარულს ამტკიცებს და თავის საქმეს აკეთებს. რა ჯობია? მაინც გააკეთებს, ვერ შეუშლით. რა ჯობია გავაცნობიეროთ და შეგნებულად ვიმოქმედოთ და მისი ინსტრუმენტი ვიყოთ თუ ვიყოთ სატანის ინსტრუმენტი. ამით ხელში ჩვენ დავიღუპებით, ის მაინც თავის საქმეს გააკეთებს. პროვიდენციის არსი თეოლოგიური ეს არის. მადლობა ყურადღებისათვის და ღმერთს ავთხოვ თითოეულ ჩვენთაგანი, ვისაც რა გვიჭირს ამ თეოლოგიის თვალსაზრისით, ეკონომიკის თვალსაზრისით, ღმერთმა მოიღოს დიდი მადლი ჩვენზე, სადაც ვართ, ვინ საქართველოშია, ვინ ამერიკაშია, ვინ კანადაშია, ეს ქართველი ერი მიმობნეული ღმერთის სიყვარულის საგამო არიან, მეტად იმუშაოს და ჩვენ ერთად გაგვერთიანოს იმ ხალხსა და დედამიწაზე, რომლის შემქმნელი თავად მაცხოვარი იესო ქრისტე. კიდევ ერთხელ მადლობა სმენისათვის.